კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. პოლიტიკური განაჩენი ასე ფასდება 8 პარტიის მიერ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია. სახელმწიფო გუნდის შეფასებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ ოპონენტებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მათივე თქმით, გუშინდელმა დღემ თვალსაჩინო გახადა ისიც, რომ ოპოზიცია შეკრებები უცხოელ დამფინანსებლებთან თავის მოსაწონებლად სჭირდებათ. ცნობისთვის, რამდენიმე თვიანი მზადებისა და დაანონსებული საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე გაჟღერებული თემები და სლოგანი სრულად დაემთხვა იგორ ბლაჟევიჩის მიერ ცემულ ინსტრუქციებს, რომელიც გამოცემა პრაიმ ტაიმმა აქციამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელა. პირველი მეორეზე არ გაგვითვლია, საკმარისზე მეტი იყო. თქვენ ნუ ნერვიულობთ. არ ვარ სპეკულანტი თქვენგან განსხვავებით ხო და გეუბნებით, რომ იყო იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ მოველოდით. 100 და რამდენიმე ათეულ ათას, ხო? მორჩა დამთავრდა. როგორც ჩვენ მოგვს ინფორმაცია, 150,000-მდე საქართველოს მოქალაქე იყო შეკრებილი თბილისის ქუჩებში. გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველოს ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ნახეთ, რაც არ უნდა, როგორც თქვენ, რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი მაინც თავს არ დამალავს და არ დამალა ამ ჭირმა თავიც და ნახეთ ჩვენ გუშინ ნაცმოძრაობის აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსების გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში კიდევ ერთხელ რაც დაინახა ქართულმა ხალხმა, ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება, მაშინ როდესაც ქვეყანა ზეიმობს ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი, ნახეთ გუშინ მათი მცდელობები, რომ რაიმენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მათი მხრიდან, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია დიდი ხანია. ასე ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ეს აქცია ეწყობა იმისთვის, რომ გადაიღონ ფოტოები, გადაიღონ ვიდეოები, გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები, რომელსაც უკან არაფერი არ მოყვება და შემდგომში ეს გაავრცელონ მათ პატრონებთან, მათ გარეთ ამკვეთებთან, იმისთვის, რომ ახალი დაფინანსება მიიღონ, ახალი უსამართლო განცხადებები მიიღონ და რაღაცნაირად ახალი ტალღა მივიღოთ საქართველოს წინააღმდეგ. ასე დაკარგული რაღაც წემსის გარეშე დატოვებული ფარასავით ეს ადამიანები, ეს პოლიტიკური რადიკალები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას რაც ახალ პასუხისგებლიან გადაწყვეტილებებს თავაზობდნენ, მნიშვნელოვან ინიციატივებს თავაზობდნენ, ამის ნაცვლად ისევ რაღაც განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ჩვენ ნახეთ, რომ ეს იყო გარედან მართული, პირდაპირ ინსტრუქციებით გაწერილი გეგმა, რომელსაც გადამღერებული საქორწილო სცენები თუ სხვადასხვა ნაწილი, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში გვიხილავს, არის ერთი და იგივე წიგნით ხელმძღვანელობა. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ჩვენმა ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ თუ გინდა, რომ საქართველოში დაიმკვიდრო თავი პოლიტიკურ ცხოვრებაში, პირველ რიგში უნდა მოусმინო ქართველ ერს. 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეების უმოწყალო დარბევაზე პასუხისმგებელი ძალების მხრიდან საპროტესტო აქციის მოწყობას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კირცხელიამ 15 წლის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და განმარტა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი არაფერი გააჩნია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა 2011 წლის 26 მაისს განსაკუთრებული სისასტიკით ნაწამები სულიკო ასათიანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე საუბრის უფლება არ აქვთ. სააკაშვილის გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან 26 მაისს აქციის გამართვას ფარისევლობა და საზოგადოების დაცინვა დააფასებენ მმართველ გუნდში. რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქცია დაანონსა. უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი. თუ კი გავიხსენებთ, რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა. დარწმუნებული ბრძანდებოდით, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს. შემაძრწუნებელ ინტერვიუში ოჯახის წევრები ყვებიან, რომ სულიკო ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ენა ამოგლიჯეს. ამდენი წლის შედეგაც
კი ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. წარმოუდგენელია როგორც ამ სისტემური დანაშაულის მასშტაბი, ისე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ის, თუ რაც გზნობდნენ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები, როდესაც ადამიანის კვლელი რეჟიმის მესვეურები ყველაფერთან ერთად გარდაცვლის დაკრძალვაზე მეზობლებსა და ნათესავებს მუქარით და დაშინებით უგზავნდნენ მისვლას. ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ქართული არაფერი სხია და როგორც წავსულს ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ. გამოუგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ. ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრი. ნაციონალურ მოძრაობას უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავას სისხლში ჩაახშო. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სამართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისგებლობისგან გაქცევის უფლებას. არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას. მთელი დიქტატორული რეჟიმი ნაცმოძრაობის გუშინ გამოვიდა ქუჩაში და საბედნიეროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საბედნიეროდ სულ რამდენიმე 1000 იღა შემორჩენილან რა დაატრიალეს მაშინ რუსთაველის გამზირზე, გვახსოვს გარდაცვლების, გვახსოვს გზაზე ხელბორკილ დადებული და ხელებ გაკოჭილი დაყრილი ადამიანები, გვახსოვს ყველას ეს კადრები და გვახსოვს კიდე ერთი რამ, გვახსოვს დასავლეთის დუმილი ამასთან დაკავშირებით. სხვა ჩვენს გვახსოვს მეორე დღეს, როგორ არიგებდა მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც წინა დღეს უმოწყალოდ დაარბიეს ადამიანები, როგორ არიგებდა ღირსების მედლებს, ჩაატარეს მიტინგი რუსთაველის გამზირზე. ნუ ამაში ერთის მხრივ არის მათი დიდი ფარისეულობა, თუმცა მეორე მხრივ ამით ჩანს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას ეძლევა საშუალება თუ კი აქვს სურვილი რომ შეიკრიბოს. 2011 წლის 26 მაისის ავტორები აანონსებენ თავისთავად 26 მაისის ახალ აქციას 15 წლის თავზე. ძალიან სიმბოლურია, თუმცა რა თქმა უნდა ტრაგიკულია ამავე დროს, როდესაც მათ აქვთ იმისი ამბიცია დღემდე ამ გამოცდილების და წარსულის მიუხედავად მათ აქვთ იმისი ამბიცია, რომ ისინი კვლავ იდგნენ აი ამ რაღაც დემოკრატიზაციის ტალღის სათავეში, ასე ვთქვათ, როგორც თავად ამბობენ ხოლმე. ძიმე წარსულიდან მოდიანეს ადამიანები ვინ იდგნენ რეალურად აი ამ სისხლიანი დარბევების სათავეში და დღეს ეს ადამიანები ამჯერად წინახაზე იდგნენ ამ დემონსტრაციებისთან. ნუ მინიმუმ ღიმილის მომგვრელია ასეთი თუ არა შეურაცხყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის. პარლამენტში პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებმა დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე, ბავშვთა კვებაზე, სასურსათო პროდუქტების ფასებსა და 26 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ისაუბრეს. საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხით და განაცხადეს, რომ ეს არ არის თემა, რომელზეც პოლიტიკური თამაშები დაუშვებელია. და საუბარი ასევე შეეხო ოპოზიციის მიერ გუშინ ორგანიზებულ აქციას ოპონენტების გეგმებს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ანტიქართული უწოდეს და თქვეს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვს დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ. ჩვენი უახლესი ისტორია გვახსენებს იმასაც, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყანას ხშირად შიგნიდან ექმნება. საქართველოს ახსოვს მძიმე წლები, როდესაც სისხლიანი რეჟიმი ზღუდავდა თავისუფლებას, თელავდა ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაესუსტებინა სწორედ ის ეროვნული ღირებულებები, რომელსაც ჩვენი გმირი წინაპრები საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ. სწორედ ამ მძიმე მმართველობის პერიოდში ჩვენი ქვეყანა უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოჩნდა. როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, ათასობით ოჯახმა კი საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც თითოეული მოქალაქის გულში დატოვა კვალი და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას არასწორი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენებული ძალაუფლება.
დღეს კი სწორედ აი ამ რეჟიმის წარმომადგენლები გამოდიან და ბედავენ ახალგაზრდებს მიგვითითონ თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი. მაშინ, როდესაც თავად წლების განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდებოდნენ, შიშსა და ძალადობაზე აგებდნენ მმართველობას, ხოლო თავისუფლების იდეას პოლიტიკური ანგარიშწორებით ანაცვლებდნენ. და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ იკმარენ. ცდილობენ რომ საკუთარ სახელმწიფოს და აი მომავალ თაობას, რომლის სახელითაც ასე ხშირად საუბრობენ, შეზღუდვები დაუწესონ და აი ამისთვის ტყუილებით შეკრულ ნარატივებს ევროპიდან ამერიკაში და ამერიკიდან ევროპაში დაატარებენ. დიდმა ბრიტანეთმა მკურნალობის ოფიციალურ პროტოკოლში შეიტანა ერთ-ერთი პრეპარატი, რომლის ხელმისაწვდომობასაც ქართველი ბავშვების მშობლები ითხოვენ. თქვენ ახლა თამაშობთ ამ სიტყვებით და ეს არ არის სათამაშო თემა, ეს ეხება ჩვენს ბავშვებს. დაახლოებით 15-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ ბატონ მიხეილ სარჯულაძესთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ყველამ აღიარა ერთხმად, რომ არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანაში დღესდღეობით არ არსებობს წამალი დიუშენის სინდრომის სამკურნალოდ. მიმდინარეობს მხოლოდ განხილვა ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანას. ჩვენ მხარეს აქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ ავირჩიოთ საუკეთესო მედიკამენტები. მან შექმნა ღარიბების დახლი. თქვენ უარს ამბობთ უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი მშიერია, ან მშიერი ბავშვების დაპურება და ასე შემდეგ, ან როდესაც ამბობთ ღარიბების კალათა. ეს არის სოციალური სტიგმა, რომელიც არ არის მართებული პოლიტიკოსის მხრიდან გაჟღერდეს და მით უფრო, როდესაც ამის უკან პასუხისმგებლობა დგას. სიღარიბის დონე უპრეცედენტოდ და ისტორიულად ყველაზე დაბალნიშნულზეა 7.1%-ია. სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი თუ სხვა ვისაც მეტნაკლებად აქვს მოგვარებული ეს პრობლემა, ისინი არ ამბობენ, რომ მშიერ ბავშვებს ვაპურებთო, ისინი ამბობენ, რომ საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი არის. თუ დავაკვირდებით მათ განცხადებებს, რეაქციებსა და შეფასებებს სხვადასხვა საკითხზე, ნათლად დავინახავთ ერთ ტენდენციას, პრინციპულობის ნაკლებობას, არათანმიმდევრულობას და ხშირ შემთხვევაში აშკარა манипуляციას. ჯერ გვესმოდა ბრალდებები თითქოს ქვეყანა ინვესტიციების გარეშე რჩებოდა, მაგრამ როგორც კი მრავალ მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდა კონსტრუქციული მიდგომის ნაცვლად დაიწყო საუბარი არაბიზაციაზე. მას შემდეგ რაც ხელისუფლებისა და მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტება საზოგადოებას რეალური სურათი დაანახა და ცხადი გახდა, რომ ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება, ეს თემა ოპოზიციის დღის წესრიგიდან მალევე გაქრა. რადგან ხელოვნურად შექმნილმა ნარატივმა ვეღარ გაამართლა, როდესაც ფაქტები ჩნდება, მათი ნარატივებიც ქრება. ბოლოს კი მივიდნენ იმ ეტაპამდე, როდესაც არ ერიდებიან ემოციური და მგზნობიარე საკითხების პოლიტიკური სპეკულაციების გამოყენებას. ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ არაპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, არამედ უკიდურესად სენსიტიური თემით პოლიტიკური სპეკულაცია, სხვადასხვა ლოზუნგებით. ბავშვების სიცოცხლე პოლიტიკური ლოზუნგების თემა არ არის. ბავშვების სჭირდებათ არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ასევე მინდა შევეხო სახელმწიფო მინისტრ მამუკა დინარაძის დაპირებას და გენერალური პროკურორის ბრიფინგს. მოძალადე პირების დაკავებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა დანაშაულს მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. აღნიშნულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაანადგურა რადიკალური ჯგუფების მიერ შექმნილი ხელოვნური ნარატივი. საქართველოს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობის უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგებს საზოგადოებას უმოკლეს დროში გააცნობენ. პარლამენტმა დიპლომატიური აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს დიპლომატიის აკადემია, რომელიც პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას უზრუნველყოფს. კანონპროექტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ გააცნო, რომელმაც განმარტა, რომ დიპლომატიის აკადემიის შექმნის მიზანი მაღალ პროფესიონალი დიპლომატებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაა. დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებს წვდომა ექნებათ პრაქტიკული დიპლომატიის საკითხებზე. საგანმანათლებლო
სასამართლებლო პროგრამები კი მორგებული იქნება დიპლომატიის თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებზე. აკადემია სტუდენტების მიღებას 2027 წლიდან შეძლებს პირველ ეტაპზე საბაკალავრო პროგრამაზე 70, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 50 სტუდენტის მიღება იქნება შესაძლებელი. აკადემიაში სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხებიან. დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. გამოცდილი დიპლომატების გვერდ საქართველოს ჭირდება ახალგაზრდა განათლებული თაობა, რომელიც წინა თაობების კვალდაკვალ ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. სამინისტრო მოგეხსენებათ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ანალიტიკური რესურსები. აღნიშნული გარემოება უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო პროცესის მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევებთან. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირება შექმნის შესაძლებლობა სასწავლო პროგრამები იყოს უშუალოდ დაკავშირებული მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან, საერთაშორისო მოლაპარაკებთან და დიპლომატიური საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი აკადემია უზრუნველყოფს, რომ სასწავლო და კვლევითი საქმიანობა სრულ თანხმდაში იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ეროვნულ ინტერესებთან. დიპლომატიური აკადემიის დაარსება საკმაოდ აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა. ნათია თურნავამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციურ საფრთხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ამ გამოწვევას მზად დახვდა. აღნიშნა, რომ გასულ წელს სების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არელის, რომ გაზრდილმა ინფლაციურმა რისკებმა სესხების 100% განაკვეთზე გავლენა იქონიოს. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად საქართველოში ლარში სესხებზე 100% განაკვეთები მცირდება. სების პრეზიდენტმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საგარეო შოკების გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ქვეყანაში მიმდინარე წლის მარტში უნიშნო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვლის, რომ გლობალური შოკის ზემოქმედება საქართველოზე მასშტაბური არ იქნება და ეკონომიკურ ზრდას არ შეეხება. ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, ანუ კვლავაც მიზნობრივთან ახლოს ნარჩუნდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები კვლავაც მართული არის და რა თქმა უნდა, დიდწილად ვართ დამოკიდებულები ამ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების, კერძოდ ორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების და მიწოდების შოკის ხანგრძლივობა. 2025 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე ჰქონდა შენარჩუნებული. ეს თავისთავად ზომიერად გამკაცრებული პოზიცია იყო და ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას უწყობდა ხელს. თუმცა მიმდინარე ვითარების საპასუხოდ 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 0.25% პუნქტით გავზარდეთ. მონეტარული პოლიტიკის აღნიშნული ზომიერი გამკაცრება მიზნად ისახავს იმას, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ და ეს ასე ვთქვათ კონფლიქტის ამოწურვას უკავშირდება, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 10.7, ანუ ორნიშნა მაჩვენებელი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 9.1% იყო. ამასთანავე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია. ასეთმა ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგცა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეგვევსო ჩვენი საერთაშორისო რეზერვები, რაც მოგეხსენებათ, ეს არის ის ბუფერი, რომელიც ქვეყნის მდგრადობას და სხვადასხვა შოკის მიმართ მის მედეგობას და მზადყოფნას ასახავს. დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სამი კომპანიის დასანქცირებას ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი. უწყების განცხადებაში განმარტებულია, რომ მითითებული სუბიექტები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი უნებართო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდრო თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მომპოვებისთანავე სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის სექტემბერში ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის სტრუქტურებს. სების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის შეფასებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე შპს ეიაფორიზე, შპს არქვისა და შპს რაპირა გრუპსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთი საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. საკითხზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ეიაფორი და შპს არვიქსი ფიქტიურად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ და სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 28 აპრილის სასამართლო განაჩენით სამბრალდებულ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჭინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება შპს რაპირა გრუპის უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია ვებგვერდზე რაპირა.net-ის საშუალებით ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშზე აქტივები ან ოფისი საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. Sankcირებული კომპანიების საქმიანობის შესახებ დღეს კომენტარი გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბრიტანეთის მიერ sankcირებული სამივე კომპანიის უკანონო საქმიანობის ფაქტი ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გამოავლინა. მათი საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. სწორედ ამის შემდეგ გახდა კონკრეტული კომპანიების საქმიანობა ბრიტანეთის ინტერესის საგანი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ავლის ადგილი ვერ და არ გახდება. ისინი ოპერირებდნენ ეროვნული ბანკის გვერდისავლით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მათ შორის, რაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ეცნობა კიდევაც ეროვნული ბანკის მხრიდან, გამოძიებაც მინდის, დაკავებულიც არის ადამიანი, ასე რომ ამ მხრივ სწორედ ის რომ იმის გამო რომ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა, რომ ხდებოდა საქართველოს რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ამის გამოც არის რომ გამოძიება მიდის, პასუხისმგებაშიც არიან პირები მიცემული, სწორედ ამიტომ არის რომ ბრიტანეთმაც გაიგო ამ სწორედ ამ გამოძიებიდან გამომდინარე. 2025 წლის სექტემბერში იქნა ეს ცნობილი ეროვნული ბანკისთვის 2000-ზე მეტი ტრანზაქცია გააჩერა საქართველოს, რომელიც ზოგიერთი ევროპიდან მოდიოდა, ტვირთის გადაზიდვები და ასე შემდეგ, სადაც ჩართული იყვნენ სანქცირებული კომპანია, ან სანქცირებული ტვირთი, ან სანქცირებული მიმღები და საქართველოს აღმოჩნდა ბოლო ბარიერი, რომელმაც ევროპიდან გამოპარული ეს ტვირთები გააჩერა 2000-ზე მეტი ასეთი ტრანზაქცია შეჩერებული. ეს პირიქით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სიტყვას, რომ საქართველოს არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. მორიგიანტი ქართული სტატია, რომლის უკანაც გიორგი კანდელაკი დგას. კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე და ჰადსონის ინსტიტუტზე დაყრდნობით ვაშინგტონ პოსტი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებებს უყენებს. სტატიაში წერია, რომ საქართველოს, რომელიც წარსულში ვაშინგტონის სანდო მოკავშირედ მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტად ირანის ორბიტისკენ იხრება. ჰადსონის ინსტიტუტის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ირანმა საქართველოში რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა მიიღო. სტატია რომ შეკვეთილია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ამაზე სახელმწიფო გუნდში საუბრობენ. ქართულ ოცნებაში კანდელაკის მოღალატეობრივ ქმედებებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. როგორც სიტყვიან, ყოველი ანტიქართული სტატიის უკან იმალება დიდი ფული, ასე რომ ნახოთ კიდე ერთი ლობისტური პროდუქტი არის, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე ლობისტების ანგარიშებში. ეს ის ტალღა რასაც ჩვენ ხარ ხედავდით. გიორგი კანდელაკი, საქართველოს მოღალატე ნომერი 1, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში საკუთარი ცილისწამებლური ნარატივებით საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში, ჩდება უცხო ელებთან იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ჩირქი მოსცხოს. ეს არის ანტიქართული პროპაგანდის ერთი ტალღა და არის ზუსტად სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, წიგნიდან ამოკითხულივით, როდესაც ჯერ ხდება, ასე ვთქვათ, სრულ ყალბი ვითომ კლევის ფაბრიკაცია
რაც გააკეთეს კანდელაკის და მეორე ამერიკელის ხელით. შემდეგ ამ ყალბ და ფაბრიკაციით შედგენილ კვლევის ციტირებით უკვე კომენტარების გაკეთება, რაც შემდეგ ვიხილეთ ჯოლსონის და სხვების სახით. და შემდეგ ამის გადატანა მედიაში უკვე სტატიის სახით, ეს არის ერთი ჯაჭვი. არავითარი Washington Post-ის სტატია არ არსებობს, არავითარი Hudsonis უნივერსიტეტის კვლევა არ არსებობს, ეს არის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ამ დეზინფორმაციის წყაროც, გამოვრცელებელის და მთლიანად მისი ასე ვთქვათ, fake news-ებით იკვებება ყველა შემდგომი ამ ინფორმაციის გამოვრცელებელი. რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიანია, როდესაც ნებისმიერი გამოცემა მეტნაკლებად ხმაურიან headlines აქვეყნებს და ახლა, როდესაც ირანში ის კონფლიქტი მიმდინარეობს, რასაც ხედავთ და ის უმძიმესი მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში, თავისთავად მომგებიანია, როდესაც ვინმეს დააბრალებ ირანთან ასეთ ახლო ურთიერთობას და თანამშრომლობას, თუმცა ამის უკან არ იკვლევ არანაირ დამადასტურებელ ფაქტებს. დიდი ძალების ხელით წარმოებული პროქსიომი უკრაინის და უკრაინელების ხარჯზე ასე ეხმაურება სახელმწიფო გუნდი ჯინ შაჰინის განცხადება, სადაც ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, ისე რომ ეს ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ის რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ამაზე მმართველი გუნდი ომის დაწყების პირველივე დღიდან საუბრობს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან მიმართებაშიც. ის ყოველთვის ფიქრობდა თუ რა შეიძლება არგოს საქართველოს მის ქვეყნის ინტერესს. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, ყველა იმ ქვეყანას, ვინც სხვადასხვა ფორმით რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდა, საკუთარი ინტერესი ჰქონდა. უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ამას რეალური მნიშვნელობა აქვს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან რუსეთი ამ ომში თუ გაიმარჯვებს, ეს ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას ნატოს ქვეყანაში შეიჭრას. ეს გააძლიერებს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და ეს კარგი არ იქნება არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ეს აი გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ ნაცმოძრაობის ღონისძიება, ეს ხალხი არწმუნებს თავის ხარდამჭერებს. ვიღაცა დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. ეს წამოწდენა თუ ვიცი განცხადება მისი მხრიდან აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რასთანაც ჩვენ ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე. და ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ქონდა მათ შორის სენატორ შაჰინსაც საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველთვის ის უყურებდა იმ საქართველოს ისე რომ რა შეიძლება არგოს საქართველოს მისი ქვეყნის ინტერესებს მისი წარმოდგენით. თავისთავად უფრო და უფრო გახსნილად საუბრობენ ამ შემთხვევაში სენატორი შაჰინი პირდაპირ ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე და ჩვენ ამ ყველაფერს ომის დაწყების პირველი დღიდან ვამბობდით, რომ ყველა ქვეყანას, ვინც ამ ომში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა, ჰქონდა თავისი ინტერესები და მათ შორის ის, რომ უკრაინაში ომი არის პროქსი ომი, რომელიც სხვადასხვა ძალების ინტერესს გამოხატავს. თავად ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც აღიარა, რომ რაც ხდება უკრაინაში ეს არის სინამდვილეში დიდი ძალების ხელით პროქსი ომი წარმოებული. სამწუხაროდ უკრაინის და უკრაინელების ხარჯზე. და ასე იყო ყოველთვის სამყარო მოწყობილი და ასე იქნება მომავალშიც მოწყობილი და ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკური ძალა, რომელიც საპირისპიროს ხადაგებს, ცდილობს რომ მოსახლეობა მოატყუოს პირდაპირ და გააბრუოს რაღაც განცხადებებით, რომ თითქოს დღედაღამე ამით იძინებენ და ამით იღვიძებენ ნებისმიერი ქვეყანა ჩვენი ეროვნული ინტერესებით იძინებენ და იღვიძებენ, ეს არის მინიმუმ სულ ცოტა რა ვთქვათ ტყუილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უოცავს ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მისალოც ტექსტში აღნიშნულია ისტორიული თარიღის მნიშვნელობა და ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოსა და მისი ხალხის მდიდარი ისტორია და კულტურა. უსურვებ ქართულ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობასა და კეთილდღეობას აღნიშნულია განცხადებაში.
ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქის ცენტრალური პარკის პროექტირებას, ახალციხის კომპლექსის რეაბილიტაციას და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. განახლებული პარკის პროექტი ითვალისწინებს საბავშვო და სპორტული ზონების, რეკრეაციული და საგანმანათლებლო სივრცეების, ღია სპორტული მოედნების, ასევე ველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. პროექტები მიზნად ისახავს ქალაქის ურბანულ განახლებას, ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამედროვე გარემოს შექმნას. ვიმყოფებოდით სკოლაში 650 ბავშვიან სკოლაში, რომლის მშენებლობაც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე დასრულდება, მოვინახულეთ ეს მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ მეორე საჯარო სკოლის მშენებლობაც და რეაბილიტაციაც უпроსორად ძალიან მალე დაიწყება, ეს ძალიან მტკივნეული იყო ახალციხის მოსახლეობისთვის. და ასევე ჩვენ როგორც ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში ვზრუნავთ მუნიციპალური სივრცეების განვითარებაზე. ახალციხეშიც მოეწყობა ცენტრალური პარკი, მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალციხის ტბას. თბილისის მერის ორგანიზებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მედია ხელოვნების ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს. პროგრამა აერთიანებს იუნესკოს მედია ხელოვნების შემოქმედებითი ქალაქების წარმომადგენლებს, ხელოვნებს, კურატორებს, კულტურის სფეროს ლიდერებსა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალებს. პროგრამა მოიცავს როგორც სტრატეგიულ სამუშაო სესიებს, ისე კულტურულ აქტივობებს, რომლებიც თბილისის თანამედროვე შემოქმედებით პოტენციალსა და საქართველოს კულტურულ იდენტობას წარმოაჩენს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასპინძლობს. ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პოპულარიზაცია ჩვენი არტისტების, ჩვენი სექტორის, გავცვალოთ სხვადასხვა პროექტები, ვითანამშრომლოთ და ასევე იმედი გვაქვს, რომ გვექნება საშუალება, რომ ჩვენი არტისტები უფრო გავაცნოთ ამ ქალაქებს და სამომავლოდ კონდეთ შესაძლებლობა ჩვენ კრეატიულ ინდუსტრიას, რომ საზღვრებს გარეთ გავიდეს. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე, მე გემშვიდობებით ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.